როცა მოვიგე არჩევნების ზუგდიდში ივანიშვილმა შემომითვალა და დამეთქვა მოგებული არჩევნები თუ არა და ის პირდებოდა დაჭერას და ამ გეგმას მიყვება და დღემდე მისდევს ამ გეგმას და პროვოცირებას უკეთებს დანაშაულს თითქოს და მე მაგ ჩადენილი მე დანაშაული არ ჩავიდენია არც ჩავიდენდი არასდროს ეს არის ჩვენი ოჯახის მიმართ სუფთა პოლიტიკური დევნა შვილებზე ჩემს პირად ჩემს ოჯახზე ეხლა ზის იქ არქიპელს ზემოთ თაცმინდის თავზე და ავალებს ამ ბინზურ საქმეებს თავის ვეზირს აკიმ ფაშას და აი ეს პიარია ყველაფერზე და ამასთან დაკავშირებით იყავი დაბარული. საქმეში არის რამე ანაკლირი საქმეა, რომელიც იცით თქვენ, რომელიც იყო საპატრიარქოსთან დაკავშირებით, ეგ საქმეა და ბატონო, საქმეში არის რამე ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც საფუძველი იყო თქვენი დაბარების თუ ეს პიარ კამპანიის არის გაგონია და ეხლა მე დანაშაულ ჩავიდედი 30 წელზე მეტი ვიმუშავე პროკურატურაში, პროკურორად და ამავე დროს დავდებდი ასეთ დოკუმენტებს, დაუტოვებდი ამათ ან ვინმე სხვას, რომ დანაშაული ყოფილიყო ჩადენილი. ეგ არის სულთა პოლიტიკური მოკიარი დღეს არ ელოდა ალბათ ჩემს გამოცხადებას აქ ელოდნენ მოარს ვითხოვდი მე დასამალი არაფერი არ მაქვს მე ვარ ხალხის არჩეული და ამათი მე იმუნიტეტი არ მაქვს ამათგან ნაბოძები და არც იმუნიტეტის დათმობას ვერ იდები თუ საჭიროა და ბრძოლას გავაგრძელებ ბოლომდე ამათი დასასრულის დასაწყისია დღევანდელი ბატონო ჰაკიმ ფაშას სახელობის საქართველოს პროკურატურა აგრძელებს პოლიტიკურ დევნას და რეპრესიებს ქალაქების მიმართ იმ ადამიანებს რომლებიც თავს გადასცემს და ამ შემთხვევაში მოხალხეს და მისი ოჯახის წევრების მიმართ თუმცა მინდა ვთქვათ რომ ამ საკითხი არასდროს მტკიცებული ვარ არც მხოლოდ ამ ფონდ კრიმინალის ჩვენებაზე რომელიც არის გასამართლებელი სასამართლოს მიერ ასეთი ადამიანის ჩვენებას ეკუთვნის ეს არის პოლიტიკური დევნა ამ ოჯახის მიმართ და ჰაკიმ ფაშას სახელობის პროკურატურის რეპრესიები რაც ქვეყანაში მიმდინარეობს თუმცა მინდა უთხრა ამ ადამიანებს რომ მათი არავის არ ეშინია და ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ როგორ ფიქრობთ როგორ აღიქვამს ამას ხალხი ამ უსამართლობას რამდენად შეიძლება ეს იყოს ამ საქმეს სასამართლო პერსპექტივა არ აქვს ეს დასრულდება გამამართლებელი განაჩენი როგორც ბაჩო ახალ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი ისე დადგება ამ საქმეზე აი მე